მე უკაცრავად ბოდიში. უკაცრავად. ბოდიში. ამ საბავშვო ფილმზე მარტო სუქანი ოფლიანი ზრდასრულები რატო არიან? გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით ჩვენ კეთილო ტელემაყურებელო, ან უბრალოდ მაყურებელო. მოგესალმებით ძვირფასო ინტერნეტ მაყურებლებო, თქვენ უყურებთ სუცუმუს, შეიძლება ითქვას სუცუმუს ახალ ინტერნეტ გადაცემას. ეს არის კამრიპი, რომელიც ამ მომენტში ალბათ ახალი აღარც არის, მაგრამ რა მშვიდობა აქვს, ის არის პირველი გადაცემა საქართველოს ისტორიაში და თქვენ უყურებთ საქართველოს ისტორიაში პირველ გადაცემას. მისი წამყვანი მე დღეს გახლავართ მათეგულუა, ეს ამჟამად გახლავთ ეს დაუბანელი ოფლიანი კაცი, რომელიც რატომღაცა ამ საბავშვო ფილმზე მოვიდა და საბავშვო ფილმს უყურებს დღეს, სახელად როგორი ზეკაცი, როგორი ხო არ ვიცი. უბერმენში ხო რაღაც არ ვიცი ეს მე საბავშვო რაღაცები არ ვიცი და მითხარი აბა რატომ უნდა უყურო ამ ფილმს მე ამას ეხლა ამას. ესე იგი არის ფილმი მერე ფილმი იქნება კი? კი, ეს არის ესე იგი სუპერმენი 2025 ტრეიდმარკი, რომელიც არის ნამდვილად სუპერმენზე და წინა რეინკარნაცია სწორია, ინკარნირებასთან განსხვავებით, აქ არ წვიმს და აქ არ ბნელა და აქ შეწუხებული სახით არ დადის ყველა და არის ახალისო. ხსაც თავისით გამო. მერე ბოზებზოეს, მაგრამ ყველა მასთან ტყუის თუ როგორ თქვა ვარ. არაფერი. კობახიძემ თქვა რაღაცა ეგეთ. ხო და კაროჩე რას ვიძახდი რა, რომ მოკლედ არის რაღაც სუპერგმირული ფილმი. არის სუპერმენზე, რომელიც ცდილობს რომ იყოს გმირი, მაგრამ ვიღაცა მელოტი ადამიანი ამაში ხელს უშლის და ეს არის მართლაც რომ ფილმი სუპერმენზე, რომელიც მოწონს ყველას ერთი პატარა მრევლის გარდა, რომელსაც ცოტა ხანში შევეხებით რა. მათე აბა გითხარი რას ფიქრობ ამ ფილმზე, რომელიც შენ მართლაც რომ ნახე? ეს ფილმი რომელიც მე მართლაც რომ ნახე, შენ თქვი რომ ყველას მოეწონაო, ეს ცალსახად ტყუილია, იმიტომ რომ მე არ მომწონა. ნუ ხო, ანუ ვისაც უნდა მოწონებოდა, ვისაც უნდა მოწონებოდა. არა, მე ვიტყვი რომ ეს ფილმი უნდა მოწონებოდა ბავშვებს, მაგრამ მოწონთ ოფლიან სუქან 40 წლის კაცებს. რომელიც ცალსახად ზოგადად კომიქსის წიგნებზე დაფუძნებულ ფილმებს ახასიათებს ეს მოვლენა ზოგადად, რომ რატომღაც 40 წლის სუქან ოფლიან კაცებს მოსწონს, რომელსაც მუტელი წირედ თუ აქვთ ნანახი, მაგრამ თქვენ გტოვებთ ისევ? საერთოდ დაემთხვა იმას. კომენტარს. ჩემი აზრით მე ესე მგონი არ ვიცი, ახლა მე არ ვიცი მართალი ვარ თუ არა, მაგრამ მე მართალი ვარ. მე ესე მგონია და მე მართალი ვარ, რომ კომიქსის დაზე დაფუძნებულ წიგნებს, მულტფილმებს სინამდვილეში უნდა უყურებდეს ბავშვი. ნუ უნდა მოსწონდეს ბავშვს. და არა 35 წლის კაცს, რომელიც ხვალ სამსახურში არის დასასვლელი. ოკეი. ოკეი, არა, ეგრე არის. და მით უმეტეს ეს, რა ქვია, ეს მედიუმი, რომელიც არის საბავშვო ფილმები, რომლებიც უნდა იყოს, არ უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ისრაელზე ითქვას, რომ ცუდია. აიმე, ჯაჰნაბადარი და მეორეს რა ქვია, გერჯოვია თუ რაღაცა. რაღაცა ხო. ხო, ჯაჰნაბადარს დაესხა გერჯოვია თავს და ეს აიმე, ეს არ არის ისრაელ-პალესტინაზე, ეს არის სინამდვილეში ჯაჰნაბადარსა და გერჯოვიაზე. ხო, სხვათა შორის ახლა ვისაც არ აქვს ნანახი, იქ ერთ-ერთი მთავარი პლოტ პოინტი ამ ფილმში არის, რომ რაღაცა ეს 900 იქით მიდის ომი ამ ორ სახელმწიფოს შორის. ერთი არის რაღაცა ზესახელმწიფო, რომელსაც აქ წერს გერჯოვია, რომელსაც აქ ძალიან მაგარი სამხედრო ძალა, რაღაცა და მეორე არის რაღაცა ყავისფერი ქვეყანა. ჯაჰნაბადარი. და
იქ იყო რაღაცა ნახსენები რეპლიკა რომ კი მაგრამ ჯახნაგადარი თუ რა ქვია რაღაც ვირისყვერი ხო ის ხო კაცო ბოროტის სახელმწიფოაო და იქ ხო რაღაცა ტყეურები ცხოვრობენ და არა კაცო ეგ ადრეო ეხა გამოსწორდნენო ანუ თან ეს არის მე ასე მგონია რომ ეს არის დანამატი ფილმში ანუ ეს დასაწყისში არის და ის რომ მოხდა 2023 წლის 7 ოქტომბრის ძალიან დიდი ტრაგედია რომ მოხდა მე ვიტყოდი ისრაელში ეს საშინელება რომ მოხდა ეხაც კი ბურძგლავს აი დამადე ხელი ხო აო დაბურძგლული ხო დანაბურძგლი ხარ ეს საშინელება რომ მოხდა ამას მოყვა მე ისრაელ-პალესტინის ომი მოიხსენებათ სადაც საწყალი ყავისფერი ხალხი რატომაც დაიჩაგა არ ვიცი დაიძით დაიმსახურა ხალხი ხაზგასმით ხალხი ნამდვილი ხალხი ცალსახად ხალხი და დაიჩაგა ყველაფერად და მე ასე მგონია რომ ჯეიმს განი რომელიც ძალიან ნიჭიერია და ყველაფერი კარგი აქვს გაკეთებული და არც ერთი იასონ თოფი იქნება ქართულად იყოს ხო იყოს ამან ჩამატა ეს რომ მოდი კომენტარი გავაკეთე ხო თან პირდაპირ ისრაელი არ არის ის სახელმწიფო იმიტომ რომ რაღაცა მოსერბო თუ რაღაცა მოხორვატიო ისა აქვს რაღაცა ვაიბები რომ თან პარალელურად სად არის კიდე მათე ომი ეხა closable deniability არა ეგ ერთი და სად არის ხო უკრაინა ეს ხო მაგრამ უკრაინაში ჩვენ ეხა უკრაინელი ხალხი ვისაც ხავს ხო ყავისფერი ხალხი არ ცხოვრობს ამიტომ ეს პირდაპირ არის პალესტინა ისრაელი მაგრამ მოდი მაგას ორი წამი დავანებოთ თავი სუპერმენის პერსონაჟზე რას ფიქრობ მათე ამ ფილმში თუ ზოგადად ორივე სუპერმენის პერსონაჟი სისულელე ანუ შენ თუ ყავს პერსონაჟი რომელიც ლიტერალურად ყველაფერს აკეთებს და ეშინია მწვანე კუილის ეს არის სისულელე რა მე ანუ სუპერმენი როგორ უნდა ებრძოდეს კრიმინალს როდესაც ის არის სუპერმენი ანუ მე ბებოს ვძარცვავ და ამ დროს ღმერთი უნდა მოვიდეს და ლაზერი მესროლოს ეს მოსე უნდა მოვიდეს და ლაზერი უნდა გესროლოს იმიტომ არა ეხა ორიჯინი სუპერმენის ეს არის რომ ორმა ებრაელმა ტიპმა დაწერა the voice of god-ზე და არა god-ზე ანუ ეს არის უფრო მოსეს ინტერპრეტაცია და არა ბავშვია და ჩააგდეს დინარში ხო კი კოსმოსში დინარში თან ებრაელების დაწერილია და ეხა ისრაელის წინააღმდეგ არის გამოყენებული ხო რაც არის ცინიზმი საკმაოდ სხვათა თეთრი გოიმის მიერ გადაღებული კი და მოდი მე გეტყვი ხა ესეთ რა იქ რა ნუ ეხა მოდი კოსმოპოლიტელ და ესე რა ქვია სიონისტ ებრაელებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე ნუ ვილაპარაკებს დღეს მაგრამ და ამ გადაცემაში ეგ შეიძლება მაცალოთ მაგრამ სუპერმენი ცალსახად ეს არის ტყვილი ანუ სუპერმენი მოიფიქრა deep state-მა რათა საქართველოში დაამკვიდროს დეზინფორმაცია და ჩვენ საქართველოს ხალხი ამას არ მივიღებს ტყუილა არის ხო ანუ თამაშს რო იწყებდი ვიდეო თამაშს და თავიდანვე ყველაფერი შეგეძლოს მუღამი რა მუღამი ის არის რომ ამ ფილმში ეგრე არ არის ამ ფილმს თავი შენ მკითხე სუპერმენზე ზოგადად არა მე ორივე გითხარი კაცო ზოგადად და ამ ფილმშიც მე ამ ფილმში ეხა მე ძალიან ესეთი ინფორმირებული აზრი მაქვს ამ ფილმზე რომ საბოლოო ჯამში მაინც იგივეა რა ანუ საბოლოო ჯამში მაინც უწევს მას იქ რა ქვია არკადიაში თუ სადღაც გაქცევა რა ქვია სადაც არკადიაში ჰიპერბორია თუ სადღაც რა ვიცი მე რაღაც გარბეს რაღაც შენობა რა ვიცი ხა ბავშვურ სახელებს ბევრი მახსოვს ხო ოკეი უწევს რა და თავიდან მაინც ის არის მაგარი ტიპი არის და მაგ ყავისფერ ხალხს თავი გაანებე რაღაც და მაინც ის არის და ეგრეა ну ახლა კაი მე ვიტყვი მაგით იწება ბოლო ხო ну მე ვიტყვი ხა ამ ფილმზე ორი სიტყვით რომ იდეაში ეს რო გავწიოთ გვერდით რა რომ ეს არის საბავშვო ჟანრი და რა თქმა უნდა საბავშვო ჟანრია მაგრამ ნუ ახლა ამ ჟანრმა განიცადა ევოლუცია და დაამუღამა მან რა ქვია სტუდიებმა რომ მოდი ეს გავთვალოთ მოდი მე ესე გეტყვი ამ ჟანრმა კი არ განიცადა ევოლუცია ხალხმა განიცადა დევოლუცია ნუ ეგეთი მაგრამ ის ხალხი ვინც ამას ყითხულობდა ბავშვები ისინი გახდნენ 40 წლის ხო და იმ ბავშვებისგან ამოსვლა არ უნდათ კი ეგრეა და ისინი ზრდიან ბავშვებს რომლებსაც კიდე ევასებათ ეს სუპერგმირული ჟანრი და კაროჩე ნუ ეს უკვე ბავშვები არ აყავთ პოდიში და მოკლედ ეს ჟანრი გაცდა ესე რაღაცა საბავშვო იმას რა ეს რო დავიკიდოთ ორი წამი და რო განვიხილოთ როგორც ფილმი ეს ცალსახად
აი, იცი როგორი რაღაცა ბოლომდე ესე ცალკე ვერ განიხილავ რა ამ ფილმს, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ძალიან ბევრ ტრენდს, რომელიც არის სუპერგმირულ ჟანრში, იმას მიყვება რა. მეც ვერ განვიხილავ ამ ფილმს. მაგრამ მაინც განვიხილავ. მე ვერ განვიხილავ ამ ფილმს, იმიტომ რომ კომიკურია ზოგადად ეს შემოთავაზება. ამას ფილმად მე ვერ მივიღებ. ეს შემოთავაზება, რომ აი, კაცი აცვია ელასტიკები და მელოტი კაცი არის, რომელიც სუდია და აჰა შენ ორი თოჯინა და ოჯახუნა ეხა ერთმანეთს. ანუ ეს შემოთავაზების დონეზე არის სასაცილო და ეხა ამის გასერიოზულებას რო ცდილობ დრამატული მომენტები რო გაქვს, რომ მელოტი კაცი და ელასტიკებიანი კაცი ერთმანეთს და წარმოიდგინე თან რო წვიმს და შერელებულ კადრში რო არის გადაღებული და თან რო რაღაც ფილოსოფიურ მონოლოგს რო კითხულობს. ეს არის სასაცილო. ისევე როგორც არის სასაცილო ეს რა ქვია მაგალითად ტონი სტარკი მოკვდა. აი მე იგი მტვრად ხა შენ ხა პირადი ბიფი გაქვს ამ ჟანრზე კაცო გავიგე პირადი ბიფი არ მაქვს კაცო მე ვარ დასრული ადამიანი და გავიგე ვერ ვხვდები სხვა დასრულ ადამიანებს როგორ აქვთ ის რომ ბულო მარველის პროდუქტი მოიხმარე არა კი ბაზარ მაგაში ხა ცალსახად გეთახმები და ჟე მეცაც ვიტყვი ხა კინოში რო ვიჯექი და რო უყურებდი ამ ფილმს გვერდით ვეჯდა ტიპი რომელიც ანუ მე ვერ ვიჯერებდი რომ ეს ტიპი არსებობდა კინოთეატრში რომელიც ნუ იმენა აი ვერ ვიჯერებდი რომ ეს ადამიანი არსებობდა იმიტომ რომ აი მიდის ფილმი ხო და იქ რაღაც აფეთქდა ვიღაცა გაიქცა ანუ ტიპს ბიჭო სიტყვა არ უთქვამს ტელეფილმი რა იძახდა შორის დებულებს და სიტყვა თქვა ერთადერთხელ რა იქ რაღაც დასაუბარო დაიწყეს ეგეთი ხმა გამოუშვა და ბოლოში თქვა ერთხელ სიტყვა შორის დებულის იქით ფილმში იძახდა ვიღაცა no და ამან yes ანუ ქართველი იყო ხო ქართველი იყო პროსტა რავი ასაკიც ვერ დავაბუღავ იმიტომ რომ ბნელოდა და რაც შეიძლება და 20-დან 40 წლამდე იყო ის ტიპი იმიტომ რომ ვერ გაიგებდი ვაფშე სხვა და ნუ ეგ იყო რაღაცა target audience მაგრამ კაროჩე ეგ რო დავიგეოთ 2 წამი კიდევ ვიძახე ამ ფილმს ახლა ესე ცალკე ვაკუმში ვერ განვიხილავ, იმიტომ რომ არის რაღაცა სუპერგმირული ტროპების რაღაცა ერთობლიობა და პლუს შთამომავალი წინა სუპერმენის ფილმების, რომელიც ახლა იყო ახლა სუფთა კომიკური, ოღონდ კომიკური, არა კომიქსური, არამედ კომედიური თვალსაზრისით რო განვიხილოთ, ის წინა 3 ფილმი სუპერმენზე იყო აბსოლუტური კომედია რა, იმიტომ რომ ახლა აქ არ არის სცენა, სადაც ორი გმირი შერიგდება იმის გამო რომ ორივეს დედას ქვია მართა და ხო და აქ არ არის სცენა სადაც მამა ეუბნება შვილს რომ არა ჩემო უკვდავო შვილო არ გადამარჩინო შტორმისგან რომ ხალხმა არ დაინახოს რომ სუპერგმირი ხარ რომ ეგეთი ყლევები აქ არ ხდებოდა აქ იყო ნუ რაღაცა სტანდარტული სუპერგმირული ფილმი რომელიც აი კევინ კოსტნერი ძვირი იყო უბრალოდ კევინ კოსტნერი მე ვერ ხვდები ვაფშე როგორ დათანხმდა იქ სცენარი რომ წაიკითხა იმაზე თავის წინა ხო არა ეგ იყო იმიტომ რომ აშკარად რაღაც შვილო რაღაც ბანძად კითხულობდა იმას ძახა შეხედე მაგრამ ამ ფილმზე რო ვთქვათ რეალურად ეს არის აი კიდევ ვიძახე სტანდარტული სუპერგმირული ფილმების მოყვარულისთვის შენ როგორიც აღწერე იმისთვის ეხლა ცალსახად ეს უკეთესი ფილმი იქნება ვიდრე წინა ფილმები რა იმიტომ რომ აქ რაღაცა დალაგებულად არის დაწერილი და გასაგებია პერსონაჟის мотиваცია აი რაღაცა რა აი რაღაცა მინიმალური რა რაღაცა ფილმს რაც უნდა კონდეს ეგენი აქ ყველაფერი რა ანუ ასე ვთქვათ ორი სიტუაცია ვთქვათ უკაცრავად გაჩერდი რა ხოცები ანუ twin მომენტ დაცვა არის კაცო კინოთეატრში ვერ დაცვა ხმამაღლა ლაპარაკობ ნახე ხა ანუ რაღაცა მისთქამი რაღაცა ჰოკ გერლი თუ რაღაც ჯანდაბარო არის ხაქტუა ხო არწივხთფუ ხორხთფუ გონა ხوارი ამ ფილმში ეგეთი რაღაცა და ის იმას რო აკეთებს ბოროტ ბიზნესმენს რო აკეთებს ზეციდან და ეს არა ეგ არის სერბი ბენჯამინ ნეთანიაჰუს აკეთებს ზეციდან ხო ბიზნესმენი ამშო ეგენი ერთ ხალხი ხო აღარ ჩავედი ახლა იმაში რა ქვია ეზოთერიული ინფორმაცია და გადავე ხო და ეს ანუ ისინიც არის რა ანუ ნახა ჯეიმს განმა რომელიც ცნობილი შარლატანია მოდი მე ჯეიმს განსაც ვისაუბროთ კი ბატონო ცნობილი შარლატანი ნახა იმაზე რა მუშაობდა
Marvel-ზე როცა იყო, ნახა მან რა მუშაობდა. ალბათ არა მარტო Guardians of the Galaxy-ზე რაც თვითონ მუშაობდა, არამედ ხო, ნუ რაღაცას იყო კონსულტანტი და რაღაცა იყო სხვა ფილმებშიც რა. მოცემულ Marvel-ოიდ გადაცემებზე ნახე რა მუშაობდა. მუშაობდა ის Endor-ში რო არის, რა ქვია, მუტლის ძალაუფლება რო არის, ყველა ხო, რაც ერთი კადრი რო არის, ყველა ხალი რო ერთად დაწყობს. კი ბატონო. ანუ ესენი ჩამონათვალე თვალი ქონდა, ჩიკ რაღაცები, რა ესე უნდა ვაჩვენო, ისრაელი, პალესტინა, ყავისფერი კარგია, ხალი ძლიერია, ესა რა ქვია, ძაღლი. ასე შემდეგ, ყველაფერი რაღაცა პროჭი საით ქარაქტერები რომლებიც Taking Dogo. ხო. და ასე შემდეგ რა, ესები და ანუ ეს იცის პროჭი, მაგრამ სიმპათიური და რაღაცა ქარიზმატული საით ქარაქტერები. კი ბატონო, ეს რა ქვია. და ხა რა კი ეს ყველაფერი ქონდა ჩამოწერილი და ქონდა იმის მაგივრად რომ Marvel-ზე როცა მუშაობდა და მე პედოფილური კომენტარების გამო რომ გააგდეს Marvel-იდან ცოტა ხნით მანე დააბრუნეს. იმიტომ რომ ნუ ხო ყველაზე წარმატებული რეჟისორი იგი იყო მაგათთან. მე შეიძინა DC-მ. ხო. Warner Brothers-მა უბრალოდ DC-რა შემეყლია და ანუ ეს ტემპლეიტი აიღო და გადააკოპირა ამ ყლეობაზე, ამ საბავშვო ფილმზე. ხო, ანუ Marvel-ის ვაიბები აქვს ამ ფილმს. აი იმენა MCU-ს ვაიბები და თლად Guardians of the Galaxy-ის ვაიბები არა, იმიტომ რომ ანუ ეხა Guardians of the Galaxy 3 მაგალითად წინა ხო. წინა ორისგან განსხვავდება, იმიტომ რომ ცოტა რაღაცა შეიცვალა სტილი. დაგვინდნენ ჩვენი გმირები და ეხლა უნდა დაგვინდნენ. არა, დაგვინდნენ არა, James Gunn-ი გახდა უფრო ისეთი რაღაცა სისხლიანი და დაუნდობელი ამ ორი φιλმის მერე და Suicide Squad-ი გადაიღო კიდე, რომელიც ასევე ნანახი გაქვს. და Suicide Squad-ი მართლა ნახე. ისე როგორც ეს ფილმი. და ნახე ხა სხვა Suicide Squad-ი მაგალითად ბევრად მირჩევნია ამ ფილმს. იმიტომ რომ უკეთესი საყურებელი არის ბევრად. არა, მე James Gunn-ის ვერცერთ პროდუქტს ვერ უყურებ. იმდენად ნერვებს მიშლის James Gunn-ის ზოგადად ეს რა ქვია, სცენარის წერის მანერა, რომ გული მერევა, ვერაფერს ვერ უყურებ. ყველა ერთი მძღნელი. რატო? James Gunn-ზე მიდი. next coming-და რაღაც. James Gunn-ი უფრო სისხლიანი იყო და რაღაცა რა ფერ, მაგი ბელკრო ექსპერიმენტი ნახე გაქვს. აი, ეგ იქამდე არის, კაცო, სუპერგმირებამდე და მან ვაფშე ის არის, ხო? მან არის ADG James Gunn-ი ჯერ სანამდე ის გახდა. ეგ არის James Gunn-ის კვინტესენცია. კი, და ის იყო, კაცო, მისი წინამორბედის Zack Snyder-ის პირველი ფილმი, რომელიც არის Dawn of the Dead, მაგისი ეგ დაწერა James Gunn-მა. და განსხვავებით James Gunn-ისა Zack Snyder-ს კარგი ფილმები აქვს გადაღებული. აი, ეგ საკამათო. Dawn of the Dead კარგი ფილმია. Dawn of the Dead Watchmen-იც კარგი ფილმია. 300 სპარტელიც კარგი ფილმია. აი, მაგაში დაგეთანხმე. Watchmen-ი არ მევასება, მაგრამ ოკეი, წაბოლა. Watchmen-ი არის ერთადერთი გამონაკლისი იმისა, რა ქვია, ეს საბავშვო ფილმებისა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ოკეი, ამას იყურება. Dark Knight. ხო, ემაგებს არ ვთვლი, მე ამ პერიოდიდან. მაგრამ პრინციპში ეს არ არის ეს. ეგ არის 2000 პერიოდი არა, 2009 არის. არა, კაც 2007 თუ 6 არის დაჟე. MCU არ არსებობს დაჟე. ხო და მაგას განსხვავებით სლოპ პერიოდიდან არ არის და მაგიტო, მაგრამ Dark Knight-ები ვაფშე არ ვთვლი Dark Knight-ს მაგაში, იმიტომ რომ Dark Knight-ი რაღაც action ფილმია და არა სლოპი. ხო, არა, Dark Knight-ი ფილმია. ანუ ეს არის ტიპი, რომელსაც უბრალოდ შავი კოსტუმი აცვია, მეტი არაფერი. ხო, იმის იქით არის ფილმი просто. ხო, რაღაც სუპერნატურალური ყლეობები არ ხდება შიგნით. ოკეი. მარცელში. გარდა იმისა, რა ქვია, გარდა ჰით ლეჯერის საოცარი შესრულება. დავრიზე, ხალხარია თორე ისე. მე ვიტყოდი, რომ რას ვიტყოდი? ანუ შენ ამბობდი, რომ კაროჩე Zack Snyder-ს აქ კაი ფილმები გადაღებულიო, სანამდე სულს მიყიდი და იმასო DC-სო და გამოყლებდა. არა, Zack Snyder ყოველთვის გამოყლებული იყო, კაცო. ის ფილმი რო აიღო, რა ქვია. Sucker Punch-ი? ხო, რომელიც აი მანდარი ეგ არის Zack Snyder-ის კვინტესენცია, ნახე რა ჭკვიანი ვარ, ეს მენტალური დაავადებები. ხო, და აი მან ეგ ლიტერალურად მუტლის ძალაზე არის. ხო, და წარმოიდგინე ხა Zack Snyder-ს შეუძლია კარგი ფილმის გადაღება და იმას როცა არ ფილოსოფოსობს და რაღაცა მართლა ღრმა აზრებს არ ეძიება იმაში, кейფში, ტყლეობაში. კი ბატონო, James Gunn-ი ყოველთვის ფილოსოფოსობს და თან ზუსტად ისე ფილოსოფოსობს, როგორც არსებულ Reddit საზოგადოებას მოსწონს, ამიტომ თავში არ მოხვდრია ამის გამო. მაგრამ მოვადრო დემოკრატია გადაიწია. და მე ერთხელ კაი მძღნეს ჩაბიჯებს James Gunn-ი და მე ვაფშე აღარ იქნება მაგის. ეხლა მე მაგალითად James Gunn-ი ეხლა უფრო მევასება ვიდრე შენ, იმიტომ რომ
აი როგორ თქვა ეხა ის კი რაღაცა გამაღიზიანებელი თვისებები აქვს ცალსახად და ცალსახად არის სული ცალსახად გაყიდული აქვს რაღაცეებზე მაგრამ არა სხვა რამეს ვიძახი რა ანუ აი იმენა როგორ თქვა აი ავტორი არ არის რა ბოლომდე რა ტიპი აკეთებს რაღაცა ბლოკბასტერებს რომ რაღაცა პროსტ ხო მე მგონი არა ანუ ყველა ფილმში რაც ქონია მაგას, აი ამ slow production-ებში სრული კრეატიული თავისუფლება ჰქონია. ხო, მაგრამ რეალურად ის აკეთებს მაინც რაღაცა, აი ზაკ სნაიდერი როგორ გამოსირებულიც არ უნდა იყოს, ის მაგალითად აი რაღაცა ამ ნორმასგან არის ამოვარდნილი, ვაფშე სხვაგან არის ტიპი რა, არის აუტისტი გამოსირებული, რომელსაც აი იმას გავს, მაგალითად აი ჯორჯ ლუკასსა, ტომი ვაისოს გავს მაგითი, რომ აი ადამიანური ლოგიკა როგორ მუშაობს არ ესმის. აი ჯორჯ ლუკასს რო ევასება პროსტ რაღაც ლაზერები და ტომი ვაისოს რო ევასება თავი, ამას ევასება დაკუნთული რაღაცა სპანდექსში ჩაცმული ტიპები, როგორ ცემენ ერთმანეთს და და ვიღაცა რო ციტირებს ნიჩეს სიტყვაზე, რომ გამოჩნდეს რომ არა მე ბატარეები დაჭდა ალბათ. არ დაჭდა ბატარეები, რატო გააჩუმე შეჩემ, მაგრამ გიგი ყოა. კუბლში ცვლი ბატარეას. მე რა, კაცო. ოფში იქნება ხო რა ვიცი მე. არ ვიცი, მოკლედ. ხო და რას ვიძახდე კაცო, რომ ზაკ სნაიდერის ფილმებში ეს რაღაც დაკუნთული ტიპები რო ცემენ ერთმანეთს შენელებულ კადრში და აი პოსტ 300-ის მერე უკვე უნდა ერთი წამი. ეს რომელ კამერაზეა? აკეთე. ხო. კაი მე. მაიც ერთ წამი გააკეთო და გავაგზავნო. არა, გააგზავნე, ოფში ვექნება. კაი, მეცა ხო აი ზაკ სნაიდერის ფილმებში მაგალითად ხო ვიღაცა დაკუნთული, ყველა დაკუნთული უნდა იყოს თან ეგრე ძალიან სასაცილო არის. სულ უნდა ბნელოდეს, სულ უნდა რაღაცა წვიმდეს, შენელებული კადრი უნდა იყოს, უნდა ყვითლოდეს ან ლურჯოდეს და პოსტ 300-ის ფილმებში უნდა ციტირებდნენ ვიღაცა ცნობილ ფილოსოფოსს, რომ ზაკ სნაიდერი არავის გაუნათლებელი ყლი არ ეგონოს, როგორც სინამდვილეში არის. მაგრამ კაროჩე მე რას ვიძახდი რა, ანუ ჯეიმს განს მიუხედავად იმისა, რომ ხო ცოტა რაღაცა აი გამაღიზიანებელი ისენი აქვს, აი Guardians of the Galaxy-ის იუმორი რაც არის, მაგალითად მე დიდად ვერ ვკაიფობდი ვერასდროს მაგ იუმორს რა. მე ვერ ვკაიფობდი კი რა, მაგ იუმორის გახო მინდა რომ ხალხი დაახოცო. ხო, ანუ კი ბატონო, აი ეგ არის კვირა. მაგრამ თვითონ როგორც აი მართლა story და რაღაცა storyteller-ი არის აი როგორ თქვა, უფრო დალაგებულ ამბავს გიყვება, ვიდრე ზაკ სნაიდერი. ეს ამბავი ახლა რადევს ამ ამბავში და რის თქმა უნდა და რამდენად გულწრფელია ეგ მეორე საკითხი, მაგრამ თვითონ როგორც აი ოსტატი ბრჭყალებში ზაკ სნაიდერზე უფრო კომპეტენტური არის რა. რაში და ამბავს იგებ რატო ხდება და როგორ ხდება და რანაირად ხდება. რეჟისორი ხო არის ჯეიმს განი? კი ბატონო. ჯეიმს განის სტილი რა არის? რეჟისურის. ჯეიმს განის სცენარის. ოკეი, რეჟისურის სტილი არის რომ უნდა იყოს რაღაცა wide lens-ით გადაღებული და კამერა უნდა ბზრიალებს იქ-აქეთ. ყველა პერსონაჟი უნდა იყოს რაღაცა ღადილა ტიპი. ეგ სცენარია უკვე. არ არის სცენარია. არა, რა ვქია, ხა პერსონაჟი რა ასე რო აკეთებს, ეს სცენარია. არა, შეიძლება სცენარი იყოს და თამაშობდეს ამას მოწყენილად და დაღურემილად, კაცო, მე ვიძახი თვითონ აგისის რა არის. არა, რეჟისორა არის ცალსახად ამ შემთხვევაში იგულისხმება ხედვა. კაი, შენ რას ვიძახი მე იმას ვიძახი, რომ ჯეიმს განს ხედვა არ აქვს არანაირი. და ზაკ სნაიდერს შეიძლება აქვს და ყვითელი და ლურჯი ხედვა აქვს, მაგრამ ხედვა მაინც არის. მე ვერ დაგეთანხმებ, რომ ჯეიმს განს ხედვა არ აქვს. პროსტა ვიღაცებისთვის არ აქვს გავაღი. სცენარის და აი მაგ ხედვით დედას შევეცი, მაგრამ ვიზუალური აღქმა კადრის ჯეიმს განს აქვს ყველაზე ბლანტი და ეს რა ქვია, სლოპი, აი ყველაზე basic აღქმა აქვს ვიზუალური. ერთი კარგი ესეთი memorable კადრი მითხარი ნებისმიერ ჯეიმს განს ფილმიდან. კადრი, კომპოზიცია და არა რაღაცა სცენა ჯამში, ანუ იმენა კადრზე იძახი? სცენა და პერსონაჟები რას ამბობენ, ეგრე არა. არა, ეხლა ზაკ სნაიდერთან თუ დააყენებ ჯეიმს განს თვითონ მაგ საკითხში, რომ რაღაცა დასამახსოვრებელი მომენტები და კადრები, ხო, ანუ ზაკ სნაიდერის ერთადერთი ღირსება არის ეგ, რომ დასამახსოვრებელი მომენტები აქვს. კონტექსტიდან ამოგლეჯილად ესე, ოკეი, ბაზარი არ არის, მაგრამ რავი, ეხლა ჯეიმს განის ფილმებში, მე ეხლა Guardians of the Galaxy მაგალითად არის ბლანტად გადაღებული, მაგრამ აი Suicide Squad-ზე და Superman-ზე ვერ ვიტყოდი რომ ბლანტად არის გადაღებული მთლად. აი მე ვიტყოდი განსაკუთრებით ამ ფილმზე. არაფერი ერთი კადრი არ მახსოვს ამ ფილმიდან. ხო, არ ვიცი, ხა მე ვერ ვიტყოდი მაგას. იმიტომ რომ თავისი ის აქვს. აი, რო უყურებ ეგრევე ხვდები რომ ჯეიმს განი არის რა, ანუ კი, ლაპარაკს თუ ისმენ კი?
ოკეი, არა, შენ რას იძახე, რომ ჯეიმს განი უკეთესი მწერალი არის ვიდრე რეჟისორი? უკეთესი არა, უკეთესი წერა, იმაში რაღაცა ხედვა მაინც აქვს, რომელიც სუდი აქვს. ანუ სტილი აქვს უფრო სტილი აქვს. რაღაცა ესეთი ანუ სცენარისტი მარტივად ხვდები რომ არის რაღაცა სცენარიდან გამომდინარე ვიდრე ვიზუალიდან? ხო. და ზაკ სნაიდერის ერთი სურათი რო ნახო ნებისმიერ ფილმზე, ზაკ სნაიდერის ფილმია ეს. ოკეი, ეგ შეიძლება რაღაც პონჩი იყოს. მაგრამ შეიძლება დაგეთანხმო. ყველაზე მეტად ის არის, რა ქვია, მაღაზია ამბობენ ზაკ სნაიდერის ვიზუალზე, მაგალითად მოყავთ ეს, რა ქვია, 300. მაგრამ 300 არის remake shot for shot. არა, იმისი კაცო ფრენკ მილერის, ანუ იგივე არის Sin City რაც იყო სიტყვაზე, იგივე არის ესეც. ხო, მაგრამ აქვს ზაკ სნაიდერის თავისი. არა, ბიჭო, 300 რატო არის? იცი ყველაზე მაგარი ფილმი, მან პრეტენზია არ ქონდა არაფერზე გარდა, აუ, მოდი რა თესლობა იქნება ამის გადაღება და თვითონ ის როგორც გადაიღო, როგორც დაამონტაჟა, თვითონ ფაით სცენები როგორც გააცოცხლა, მან მართლა იყო რა კრეატივი შედევრი. ხო, მაგას გეუბნები. ეგ კი ბაზარი არ არის. просто მაგის მერე აი სუპერმენის და ბეტმენის და вообще აი სუპერჰირო ჟანრს როცა შეეხო Watchmen-ის იქით ის იყო ანუ აი ფორსაჟი პლაშებით просто ხო არა და სხვა შორის Man of Steel-ში აი ეგ თვითონ რაც არის რომ აი მე რა მაგრა იღებს და რა ლამაზ კადრებს იღებს Man of Steel-ში არ არის მაგდენი აი 2-3 კადრი არის ეგ კაცო გასაგებია მაგრამ ნახე ფორსაჟი პლაშებით არ არის იმიტომ რომ ფორსაჟი არის სასაცილო ესეც სასაცილოა ბიჭო როგორ არის სასაცილო იმიტომ რომ ეგენი ცდილობდი რაღაცა აი მე რაღაც ცხოვრება ესწავლები ესო ჩამოფრინდა ჩვენი ქვე რაღაცა იქიდა და მაგიტო იყო სასაცილო ბიჭო ანუ აი მაგიტო იყო ფორსაჟი არის სასაცილო იმიტომ რომ ეს რა ქვია დაკუნთული ვინ დიზელი რო გამოდის და with family რუბი რატო არის სასაცილო თავი ესოს იმიტომ რომ ის ცდილობს მართლა რომ ილაპარაკოს რაღაცა ურთიერთობებზე და ტოქსიკურ რაღაცა ქალებზე და იმაზე ანუ ცდილობს რაღაცის თქმას მაგრამ იმდენად ყლეურად ცდილობს რომ ეს არის უკვე სასაცილო რუმი გარდა მაგისა იმიტოა სასაცილო რომ რუბში ტობი ვაისოს ინგლისურად ლაპარაკი არ შეუძლია კი და ამორი რაღაცის you are tearing me apart Lisa და ამორი რაღაცის ერთობლიობა ერთად არის სასაცილო ხო და რა შვაში ახლა ფორსაჟი სასაცილოა იმიტომ რომ აი და ზაკ სნაიდერთან ბოდიში როცა შენ გაქ ლაპარაკი რომ რაღაცა აი ღმერთის სიკვდილზე და რაღაცა და ეშმაკები და ღმერთები როგორ და უცებ ბენ აფლეკი რომ უნიტაზს ჩაარტყავს თავში სუპერმენს და მეორე წამს რომ რაღაცა შერიგდებიან იმიტომ რომ ორივეს დედას მართა ქვია რომ ეხა ეს სასაცილოა კაცო რა არის ეგ არის სისულელე არა მაგდონეც სასაცილო არის მე გეუბნები რომ იმდენად სასაცილო არ არის Batman vs Superman უფრო ხშირად მოსაწყენია ვიდრე კი მაგაში 100% მაგრამ ფორსაჟი სიცილი პერმინიტა ფორსაჟი უფრო სასაცილო არის ვიდრე ეს კი ეს უფრო გამაღიზიანებელი და მოსაწყენი არის ვიდრე რომ დაუბრუნდეთ ახლა ამ Superman-ს რომელიც მე არახი მაქვს მართლა ვახერახი კაცო არაფერს სხვა რაღაცაზე გამეცინა ახლა ჩვენ ის შუტკა გვაქვს ჩვენი რომელიც თქვენ არიცით კაი განაგრძეთ ანუ ამ ფილმის დასასრულზე რას ფიქრობ ამ ფილმის დასასრულზე რა ვფიქრობ რომ იდეაში ახლა სუპერმენმა აქ ახლა ნახე ახლა ჯეიმს განის დავალება რა არის რომ ის DC-მ რო ჩაიჯვა MCU-სთან მიმართებაში ხო ეს უნდა გააკეთოს ახლა თავიდან დაიწყოს ეს ყველაფერი და ახალი cinematic universe უნდა შექმნას როგორ აკეთებს ამ ფილმის დასასრული ამას შენი აზრით მე ჩემს აზრს მეგეთო ну ჯერ ეს ერთი вообще ანუ როგორც ესე შეხედე ბიზნეს თვალსაზრისით ხო ну დაასეტაპა ძალიან ბევრი პერსონაჟი და ბოლო სცენა არ არის მთლად მაგრამ ну თითქმის ბოლო სცენა არის დაასეტაპა ასევე სუპერგერლი რომელიც просто ერთ კადრში შემოფრინდა და გაფრინდა მერე და მე ვიკიპედიაზე შევამოწმე რომ სუპერგერლის ფილმიც გამოდის რომელსაც მე აუცილებლად ვნახავ ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ბავშვს კი აი პირველი ხო აი ძალიან დავხაიფდი ხო და вообще ანუ მე პირდაპირ ვიტყვი რა უნივერსები უკვე მაგ ხელში ამოსული და მე მომენატრა ის მარტივი დრო როცა გამოდიოდა მაქსიმუმ ტრილოგია ფილმების თუნდაც სუპერგმირებზე იმიტომ რომ იქ მართლა ჯერ ერთ რეჟისორს მეტი თავისუფლება ქონდა და მეორეს ერთი არ ველოდი 5000 ფილმს ველოდი მაქსიმუმ 3-ს ისიც თუ მომეწონებოდა შემდეგი ხო და ბოლო აქ არის რაღაც მილიარდი პერსონაჟი არის დასატაპებული და სხვა შორის პირველი ფილმისთვის უნივერსის პირველი ფილმისთვის იყო ზედმეტად ჭრელი და ზედმეტად აი დატვირთული პერსონაჟებით ნახე ახლა უყურე თავის დროზე რატო ჩაიჯვა DC-მ იმიტომ რომ Marvel-ის ფორმულა რა იყო ჯერ იყო Iron Man-ი ხო მე იყო მარტო სტენდალონ ფილმები და ბოლოში იყო Avengers-ი ხო და მე იყო Avengers-ი DC-მ რატო ჩაიჯვა იმიტომ რომ დაიწყეს ეგრევე ყველათი ხო
ამანაც ახლა ალბათ ვაბობთ მე ბიზნეს თვალსაზრისით, თორე ყლეზე მკიდია სულ ყველაფრის დედას შევეცი მაგ ყველაფერში, მაგრამ ზოგადად ბიზნეს თვალსაზრისით. კაი, მე მიყვარს ეს. ამანაც ეგრე დაიწყო. ანუ ეს კაცი მოიყვანეს, იმიტომ რომ იქ რო კარგად გააკეთეო, მოდი ახლა აქ გააკეთე კარგათო და ამან ზუსტად იგივე გააკეთე, რატომ ამასაც ჩაიჯვეს. კიდევ ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არის ჯეიმს განი ყლე, დედამოტყნული, მუტელი, სირი, ბანზი, ქაქოლდი. რასაც ის ლიტერალურად არის ქაქოლდი, მე მინდა ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ მაგის ცოლი არის ის ოფისი, პამი. ჯენა რაღაცა. არ ვიცი, ჯეიმს განის ლორი არ ვიცი მე. ხო და ეგ არის მაგის ცოლი. მე და მაგას ოფისში ხო გახსნა ნახე? არა. რატი შენ ხო გაქვს ოფისში ნახე? მაგას ხო ჯიმი უყვარს იმაში რა. ხო და ამ ქალს ჯენა ფიშერი. ამ ქალს ლიტერალურად ის უყვარს, რა ქვია, ვინც ჯიმს თამაშობს და მოიწდა მაგის სახელი. ხო, მაგრამ მივხვდივი რა, ოკეი. ანუ, სხვა უყვარს. ყოველ იმაზე მაგის Instagram პოსტი რო ნახო, რაღაც ყოველ მესამე არის იმაზე, რომ ვაიმე რა კარგად გახსოვს ესე რო ვიყავით იმაში ოფისის სეტზე და რაღაცა. ხო, არ ვიცი, ჯეიმს განის ეს ქაქოლდობა არ ვიცი. ლიტერალურად ქაქი არის. რომ ეგ მაგალისთვის ეგ ოფისი იყო ჯერ ერთი ყველაფერი და იქაც ისეთი პერსონაჟები არიან, რომ ახლა მართლა რო არ უყვარდეს, შეუყვარდებათ, იმიტომ რომ ბლედ 27 სეზონი მაგისთვის არის. ხო და მაგას ბაში გაყოლოდა იმას, არა, იმას ებილი ბლანტი ყავს. ბიზნეს გათვლით ახლა შენ რასაც ამბობდი ახლა რეალურად. მგონი ორივე ყავს. ის მაგალითად Men of Steel რო გამოვიდა, ხო, იქ გამოიწვია რაღაცა განხეთქილება აი ხალხში რა, რომ აი რაღაცა 11 სექტემბრის ფუტიჯი რატო არის ბოლოს 1 საათი ფილმის და რაღაც სუპერმენი რატო არის რაღაც სოციოპატი ყლე და რატო ხოცავს ყველას და ასე შემდეგ. რაც კი რავი, სოლიდური პრეტენზია არის, ხო, რაღაც სამერ ბლოკბასტერზე თუ როდის გამოვიდა არ ვიცი. და აქ რეალურად არის აი კომერციული ფილმი, რომელიც ასე თუ ისე უმეტესობას დაევასა რა. გაიჩითა რაღაცა. მე კლეობა რაღაც. არა, გავიგე. ორ პირაში ეს ფილმი არის მახსოვდება რა. ბაზარი არ არის. მე ხა მაგალითად კიდევ ვიძახი უნივერსალი ყელში მაქვს ამოსული და მივხვდით იმისა, რომ ეს ფილმი როგორც ფილმი უფრო მომეწონა ვიდრე რაღაც Men of Steel და რაღაცა ჯართის ლიგა ზაკ სნაიდერის. ანუ ეს უნივერსი დიდად ყლეზე მკიდია რა, იმიტომ რომ კიდევ ვიძახი, ანუ აღარ შემილია მართლა რა 15 წელი სტოპის გარეშე გამოდის რაღაცა ყოველი მეორე არის უნივერსი და აღარ არის, ანუ შევწუხდი. ხო და რაღაცას მეთქი აღარაფერი ხო და რაღაცას მოვაყოლე ეგ აღარ მახსოვს. შენ გონია გისმენ რა ვიცი. ნახე ხლა. ხო, შენ მკითხე ბიზნეს გათვლას ბოლო იმისიო რა. ხო, ცალსახად ცუდი ბიზნეს გათვლა და მით უმეტეს 2025 წელია რაღაც ხალხმაც კი გამოირეცხა და გამოიწმინდა ეს ყლეობა ისინი რა ქვია სუპერ გმირები. ეხა არის ავატარის ხანა არის. სხვათა შორის მე ესეთი შიზოფრენიული თეორია მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ მართალია. ისე როგორც ყველაფერი სხვა რას ვამბობ. 2011-ში გამოვიდა ავატარი. 2009-ში. 2008-ში იყო გამოსული იგი Iron Man-ი. ავატარმა მოტყნა ყველაფერი. აჯიბეს ჩაიშვა მთელი მსოფლიო. აი ხანი თან ვერავინ ვერ იმასკნა, აი Endgame-ი დაეწია ცოტათი და ამან ხელახლა გამოუშვა კინოთეატრებში და გადაასწრო. კი ბატონო. მე მაქვს ესეთი თეორია, რომელიც მართალია. Disney მივიდა იმასთან, კამერონთან და უთხრა რომ აუ ეს დაგვითმე რა 2010-იანები დაგვითმე რა რაღაცა ჩაგიჯიბო ცოტა იმიტომ რომ ახლა გეგმა გვაქვს კაცო და თან იმიტომ ამბობ რომ კამეროს ხო და 30 ავატარის გადაღება უნდა და მაშინაც ხო და იყიდეს ხო რა და კაი აიღო და როგორც კი მორჩა ეს რა ქვია Endgame როგორც კი გამოვიდა და ჩაირეცხა ეს Avengers-ების თუ MCU სლოპი ეგრევე წამოიდა ბახ ავატარი ახლა გამოდის კიდე ერთი წელს ხო არა და დაგეგმილია 7 წელი. ლოგიკური არის და თან უკვე კონკურენტი არის ამათი და თან როდის გამოვიდა, როცა უკვე ამათ დაენძრათ და რეალურად მაგდენფულს ვეღარ აკეთებს ეს და ანუ მარტივად იმას იზამს რა. და ავატარ 2 გამოვიდა თუ არა, იგრევე რა 2 მილიარდი ყველაფერი ხო ისე. ანუ ჯეიმს კამერონს ხო ესმის როდის რაკდას. ესმის არა კაც ფული გადაუხადა. გაიწოვა მან რა ქვია მარველმა თავის ფულები. არა, რატო ვიძახით რომ მაგის ბოლო 3 ფილმი არის რაღაცა ერთ-ერთი რაღაც ტოპ ყველაზე შემოსავლიანი ფილმები და ანუ ესმის კაცურად კომერცია. ფილმის გაკეთებ აი სლოპი იცის კამერონმა თუ იცის. კი, ბაზარი არის. ეს რა საუთ პარკი ნახე გაქვს? არა. საუთ პარკის ერთი ეპიზოდი არის რომ ყველაფერი არის ტრაში.
აი ყველაფერი ნაგავია ვაფშე, ყველანაირი entertainment-ი არის ნაგავი და James Cameron-ს დავალებენ რომ და ასე რა ქვია, raise the bar. და ლიტერალურად ზღვაში ჩადის და რაღაცას წევს ზევით. და როდესაც აწევს ეს ტრაში რაც მიმდინარეობს, ყველა რას უყურებ. ხო და წავლა და უყურებენ. ხო არა, ეგ პირდაპირ გაგებით ეგ არის, სულ რო ძღნერი გადაიღოს, ისე გადაიღებს რომ 3 მილიარდს მოტეხავს ეგრევე და ანუ სლოპიც რა. ესე კი არ არის რაღაცა. გააკეთ მაგით და მოთხო. ხო არა, ოსტატი არის და ის რა ოღონდ მაგრამ მართლა ყველაფერი სლოპია კაკეთებული. ავატარის სლოპი, ავატარი 2 სლოპი, ტიტანიკის სლოპი, ალიენზი let's ვირო სლოპი. სლოპი არის, ელიენსი სლოპია. ტერმინატორები არ არის სლოპი. რატო არ არის სლოპი? ექშენ სლოპი არის ჩვეულებრივი. აი ექშენ სლოპია. უფრო სერიოზულად აღიქვამს თავის თავს ვიდრე სხვა ფილმები, რომელიც ჩამოთვალე. ტერმინატორი უფრო სერიოზულად აღიქვამს თავის თავს. ვიდრე თუნდაც ელიენსი. ვიდრე ტიტანიკი? ვიდრე ტიტანიკი, კი. არა, რას ლაპარაკობ, ტიტანიკი არის ესო? ტირი. არ ტირე. აი ხა ეს რა არის, რა არის? არა, ეგ არის გამოძალვა კაც ტირილის თან კარგად. ხო, ნუ მე სერიოზულად აღიქვამს საკუთარ თავს. ხო, არ ვიცი. დაუბრუნდეთ სუპერმენს, რომელზეც არის ეს რივიუ მართლაც რომ. მაგრამ James Gunn-ს დაუბრუნდეთ. ხო, დავაი. James Gunn არის შარლატანი და ავადმყოფი შარლატანი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარ თავთან უტყდება, ეთყობა ეს, რა ქვია. ან საკუთარ თავთან უტყდება რაღაც სერიოზულის გაკეთება, ან კიდე იმდენად ბავშვია, რომ ის სიამოვნებს, რომ აი შენ გიგონა ეხა ეს სერიოზული იქნება, არა ხუმრობა ჩავსვი. აი ეგეთი აქვს. რატო ეხა? გეტყვი რამდენიმე მაგალითს. ბელკრო ექსპერიმენტი რო ნახე, მივხვდი რომ James Gunn იყო ყლე, აი ჩვეულებრივი ყლე. იმიტომ რომ აიღო რა? აიღო ეს რა ქვია, ძალიან საინტერესო პრემისი. ხო. ნახე გაკ? ბჭო, აი ძალიან დიდი ხნის რო ვაფშე არ მახსოვს, არაფერი მახსოვს რომ არის პროსტა ეს რა ქვია, ელიოტ პეიჯი ეგ არის, ეგ ფილმი არის, თუ ეგ სხვა არის? არა, sorry, სხვა არა. ელიოტ პეიჯი იმის მსახიობია, ნოლანის მსახიობია. ხო, მაგრამ არის James Gunn-ის რაღაც ფილმი არის. მსახიობესაა, მოდი. შენ იმაზე სუპერბედზე ამბობ. ეგ არის James Gunn-ის. ეგეც, მაგრამ სხვა ფილმზე ვიძახი, მე დავსერჩა. არა, ბლად, ჯუნო სხვა არის. სუპერბედი არის დვაითი რო თამაშობს ოფისიდან და ეს ვიცი, კაცო, მაგრამ მე სხვა რაღაცაზე ვიძახი, სხვა ფილმი არის რაღაცა, რომელსაც ჩიკასი? არა, ბლად, გააგრძელი, დავსერჩა. მოკლედ, ბელკროს ექსპერიმენტი, გახლავთ ესეთ ფილმი, რომ კომპანია არის, ჩვენი white collar კომპანია არის, ოსაოფისე რაღაცა და უსებ ჩაიკეტება ეს კომპანია და ესა შენობის კარიერები და რაღაცები და ხმა აცხადებს რომ ეხლა დაატყანეთ ერთმანეთი და ბოლოს რაღაც გადარჩენილს თუ რაღაც ბოლო 15 გადარჩენილს თუ რაღაცას გავუშვებთ სახლში. და ტვისტი რა არის ამისი? ტვისტი არის ისო, ანუ ეს თავიდან იწყებს ფსიქოლოგიურ ჰორორად, რომ ანუ რას ქვია წლებია ერთმანეთს ვისნოთ კაცო და აღარ შეიძლება მოკლოდ რაღაცა და რაღაცა, მაგრამ რაღაც მომენტში დედა ეთყნება ყველაფერს და ხდება ეს რა ქვია ნაწლავების და სროლების და რაღაცების შლოკი და არის რომ აი ნახე ეს ოფის ნერდები იარაღებს ისრენ. ოფის ნერდს რა იარაღს ისრენ და იქიდან სისხლები წვია. და მე არის ერთი სცენა, აი მაგის დედას შევეცი მე. ესეთი სცენა არის, რომ ბოლოს დარჩება ერთ თავარი კვირი ჩვენი და მთავარი ცუდი მეოფისე და ის ესვრის ბახ ესვრის და ტყეები გაუთხოვდება ამას ჩვენსას. იმასაც და რაღაცა და ეს აიღებს სტეპლერს, ოფისის ყველაზე ესეთი არახს რა და იმას რაღაცნაირად მოერევა, დააგდებს ძირს და ესეთი კადრი არის. ამონათებულია იქ პრეზენტაციის ოთახია და ის არის თეთრი წმინდა ელექტროენერგია ხო არ გადის იქ? არა, ეს რო არის რა თეთრი, რაზეც გადუშვებენ პრეზენტაციას, მაგის კადრი. ამაზე ამოსილუეტებული არის ჩვენი თავი პერსონაჟი, რომელიც აზრს თავარ სუდკაც თავზე და ესე ურტყამს ევას სტეპლერს, მაიმუნი. ოკეი. ხედა ოფისი. კაპიტალიზმი. შორს ვერ წავედით. ხო, მე ვთქვი რაღაცეები, აი ეს არის და მე მივხვდი რომ ეს ვინ გააკეთა მე. ეს ვინ არის? მიხა ნახე James Gunn-ი. მეთქი და მე ეს რა ქვია ცოტა ხანი Guardians of the Galaxy ვარ, ახლა კაი მოწყვი, ეს არის ყალე ეგრეთში. გაბოსირებული ტიპი. ხო და მაგას კიდე ერთი რა ითანხმება. ანუ ეხლა რა ის დავაესტაბლიშეთ რა. სერიოზული თემატიკა, საინტერესო თემატიკა, ბავშვური ხუმრობით გაჭყლეტილი ეს თემატიკა. ეგრევე თან. მე და თან ამასობაში ამ როგორც კი გაჭყლეტა, მე კიდე რაღაცის თქმა გინდა. Suicide Squad-ი.
იმას რა ერქვა? პოლკადოტმენი თუ რაღაცა რო იყო. ხო, რაღაც პოლკადოტებს რო ისრო და იქ. ხო, რომელსაც მთელი ეს ამისი არკი რა იყო, რომ დედამისის კომპლექსი ქონდა და ბოლოში დედამისს აძლევს და რო დაძლევს მოკვდება ეგრე. ხო და რაღაცას იგმირებს და მე I did it guys, I did it და მუსიკა რაღაცა და რაღაც მე დაეცემა თავში. მონოდინების სუბვერტაცია მოახდინე. ჯوار ხო რავი. კლეა ეს კაცი. არ შეუძლია არაფერი სერიოზულად გააკეთოს. და თან განაისარო რომ ან არ შეუძლია, იმიტომ რომ რაღაცა ის აქვს, რა ქვია, ბავშვობის კომპლექსი აქვს, რომ ჯერ კიდევ ის არის ბავშვია და სერიოზულად ვერ აღიქვამს რაღაცებს, ან კიდე ჯერ კიდევ ბავშვია და შენ გინდა რომ გაგიმწაროს. რომ აი ხო მოგიწონა ეს პერსონაჟი, ეხლა რომ ემაც დაძლია, ესე მოუკალი. დედას შევეცი შენი მე. ხო რავი, ხა ეგ დიდად ხა იმდენად არ მაღიზიანებს როგორც შენ. მე მაღიზიანებს, იმიტომ რომ ჩანაფიქრის დონეზე ვხედავ ამას და არა ფილმის. ანუ ნახე მაგას რო უყურე. შენთვის ეს არის გამჭვირვალე და რადგან ეს არის ზედმეტად გამჭვირვალე და ხედავ ვიღაცა დედამოტყნულ ტიპს კამერის უკან მაგაზე გეშლება ნერვები? ანუ კადრი იმაშრება, ოპასიტი ვარდება კადრისას და იქით ხედავ ჯეიმს განის სახი. სერედი ნახვი რა. დააკეთე, მოგიტყნავ დედას, შეყლევარ და მენახვარსა. გამოგღადრავ ყელს ჯეიმს გან. აი ვებუქრები. საქართველოში არ ჩამოხვიდე. ხო, არა, მე ხა აგრესია ვაფშე არა, მაგ ჯეიმს განზე და თან ხ Suicide Squad-ში არის რაღაც დაფუძნებული მომენტები საკმაოდ ბევრი, რომელიც ხა პიტ დევიდსონი რო ყდება. აი, მაგალითად. ესეც ეგეთი სცენარი ზუსტად, რომ აი პიტ დევიდსონი. არა, პიტ დევიდსონი უნდა მოკვდეს, კაცო, პიტ დევიდსონის დედას შევეცი. პიტ დევიდსონის დედას შევეცი, მაგრამ ეს არის სასახელო ნახა, რომ აი პიტ დევიდსონზე რაღაცა ჰეიტი არის ინტერნეტში და მე გამოვიყენეთ, აუს პიტ დევიდსონი იქნება ამ ფილმში და ბახ მოკვდა. იმას გავს რაღაცით, ქეთი დევდარიანს გავს რაღაცით მაგონებს მაგას. რო აი როგორც ქეთი დევდარიანი რაღაცა ბლად სოციქსელებში საათია ღამის ჩულცუდო ხო იქ რაღაცა საზოგადოებაში არსებულ რაღაცებს რო ინსაიდ ჯოუქებს დებს და ამით რაღაც ესე რო გიყურებს ესეც ეგრე არის ოღონდ ეს ეს ტიპი არის რა თან ქეთი დევდარიანმა ისწავლა თავის ჭკუა ის ყლეობა პერსონაჟი რა ყავდა self insert-ი თინა თუ რაღაცა რა იმას გააჯმევინა იმას გააჯმევინა ხო მიხვდა მე მგონი მაგითი რომ საკუთარ იდეოლოგიას აზიანებდა მაგ პერსონაჟს ასე და გამოიყვალა მაინც ხო და არა რავი ხა ამას ამ ფილმს ხა რომ დაუბრუნდეთ ხა მე არ მგონია რომ ეს ფილმი სიტყვაზე ვერ დაასეტაპებს universe, მაგრამ მან სხვა პრობლემა არის, პროსტა ხალხს ამოვიდა ყელში მართლა universe-ები და კინო შეზიზღდა ძალიან ბევრს მაგის გამო, რომ ანუ კინო აღარ არის კინო არის. კინოში არ მიდიხარ, რომ კინოს უყურო და მორჩეს. ხო, კინოში მიდიხარ, რომ აუ შემდეგ სერიაში რა მოხდება ნეტა. ანუ სერიალი არის უკვე, ანუ ჩცდ ყველათ არ ვახსენე რა, აი Marvel-ს ვაჯვამ მაგის გამო ძალიან დიდი ხანი, რომ Marvel-ი არის ჩცდ ოღონდ სპეციფექტებით და თითო სერია 40 წუთის მაგერად მედის 2 საათი და 40 წუთი რა. ნახე. ხო და სერიალიზაცია ეს თავიდან Gold Mine იპოვეს, მაგრამ ისე გამოწოვეს. Strip mining-ი რასაც ქვია ხა ეს ტრადიციულ კაპიტალისტურ მეთოდებს და უბრალოდ არის ეს გამოწოვეს მიწა. ანუ იდეაში რას აკეთებ რა? დაადგები და იპოვე მიწა სადაც ოქრო არის, იმაზე გააკეთებ მაღაროს, რომელმაც უნდა იფუნქციონიროს 100 წელი. ასე ამოიღეს ყველაფერი და რამდენი წელიწადში ბიჭო პირველი Avengers გამოვიდა 2011-ში 12-ში რატი არ ვიცი ნახე არ მოგწოდებ ვიდი ნახვი რა გაჯვი პირში 2012-ში 12-ში რო გამოვიდეს რა ვქნა კი 11-ში რო იყოს გამოსული რა სიზამ რა გინდა რა ვქნა მითხრა რა სიზამ დაემხობი და ბოდიშს მომიხდი ვიდი When did first Блядь, да гугле просто რა ეს იქონდა გახსნილი. გამაუცე. ხო გითხარი 2012 წელს. ხო არ დავებხო მათე. დაემხე კაცო. 2011 წელს გამოვიდა გეუბნები აქ 12-ში ბოდიში 12 გითხარი. კი. ხო, მოკლედ. ასაუთი 2012 წელს გამოვიდა და Endgame გამოვიდა როდის? 2019-ში თუ 19. Вообще 20-ში არ მახსოვს. კორონავირუსი იყო მე მგონი უკვე. არა, არ იყო.
2019. ვაფშე პრინციპში კარგად დაემთხვა კორონავირუსს არ ყოფილა. Endgame. How about Endgame? 2019 მახსოვს მე. მოგიხარი 2019-ში გამოვიდა. კი, ბათე ანტონი და ჯორუს. ხო და 6 წელიწადში აი რეჟისურაში სტილი არა აქვს და ენტონი და ჯო რუსო არც ამას არ აქვს. შევთანხმდით უკვე. 7 წელიწადში გამოწოვეს ეს რა ქვია. ვაფშე მთელი ჟანრი. ო, და რა იშოვეს? 10 მილიარდი დოლარი მაქსიმუმ. არაფერი. ჰოლივუდისთვის ხო, ჰოლივუდისთვის ხო, ბაზა. არა, მე ჩემი ჯიბისთვის კარგია. მეტსი შოვიდნენ მე მგონი 10 მილიარდზე ბევრად მეც, მაგრამ ეხა მან ხო ბარდო ფილმებში შემოსავალი არა, მოგებიანად გulis ხო. ანუ წმინდა მოგება. ხო, არ ვიცი ხა, ციფრები არ ვიცი, მაგრამ ბიჭო, მე როგორ თემა არის, იცი რა ხა ადრე იყო ვესტერნი მაგალითად, რომელიც აი ყელში ამოვიდათ რაღაც პერიოდის მერე. მაგრამ ვესტერნი რამდენი ხანი იყო? და თან ვესტერნის რევაივალი ჰქონდა. ვესტერნი დიდი ხანი იყო და მერე Sam Peckinpah იყო ეგეთი ტიპი და გადაიღო Wild Bunch-ი, სადაც არის აი ვესტერნის სიკვდილზე. Sam Peckinpah-ს აქვს ბევრად უკეთესი ფილმი, სახელად ეს ჯვარი რკინისა, რომელიც არის ემაზე რა ქვია, მეორე მსოფლიო ომზე და კარგი ფილმია. ხო, და ვაფშე Sam Peckinpah იყო ძალიან დაფუძნებული ტიპი და უყურეთ მაგის ფილმებს, მაგრამ რას ჯვარი მაგარია, იმიტომ რომ ის ქაოსს აჩვენებს. ხო, აი ესეც ეგეთი იყო რა, რომ რაღაცა აი აჩვენებს, რომ აი ვესტერნის გმირები სინამდვილეში როგორი ესეთი ტიპები არიან რა. მაგარი ტიპები არ არიან და კაროჩე ვესტერნს რო დაანძრეული აქვს და რაღაცა და ამის მერე ნელა მობეზრდათ ვესტერნი და მერე გადაიღო ბატონმა ცხვირიანმა რეჟისორმა ფილმი ყბებზე და მერე წავიდა ბლოკბასტერები და ასე შემდეგ დღემდე არის ბლოკბასტერები და მერე წამოვიდა სუპერგმირული ჟანრი 2000-იანების დასაწყისში და დღეს ვერ მოიტყნა ტვინის აკმაოდ და ეხლა ცდილობენ რომ ისევ ახლიდან გააკეთონ და ვერ მოიტყნა კი არა ახალი ვერ იპოვეს ვერაფერი ხო მაგრამ მე მგონია და ესე ვიცოდი კიდევაც რომ ესე იქნებოდა ეს იქნებოდა ვიდეო თამაშებზე გადაღებული ფილმები ეს არის ახალი ისა სლოპი ხო მაგრამ Minecraft-ის წარმატებამ ეს აჩვენა რომ ოღონდ ანუ ამას ჭირდება ეს ეხლა რომ ვიღაცამ დაინახოს ეგ ბიჭო როგორ თემა იცი რომ ოღონდ ეს ყალეები ახლა რა სიძამენ იცი? იმას კი არ დაინახავენ რომ Minecraft წარმატებული იყო, იმიტომ რომ ვიდეო თამაშის ის არის. Minecraft მემე იყო, მემე. როგორ გავაკეთოთ? მორბიუსი. როგორ გავაკეთოთ ჩვენი ფილმი მემე? ეს რა არის მემე? რა არის? ეს ვიღაცა 47 წლის ვიღაცა ეს რა ქვია, მელოტი. რატომ გას ეგეც ცხვირიანი? მემე რა არის? Instagram-ი რო ადამიანის გვარი გორნია და რა. და ვიღაცა ეს რა ქვია, დაქირავებული ყავთ ვიღაცა ძუძუებიან ინტერნი, სტაჟიორი და მემე რა არის მან? და ეს ვიცი ბატონო. მოდი chat GPT-ს ვკითხოთ რა არის მემე. აბეთ როგორ გავაკეთო ინტერნეტ მემე ფილმი ვიდეო თამაშზე და ეს თამაშე ჯეკ ბლეკი და ათქმევინა რაღაცა ყლეობა ფრაზა იმას close up-ით. ხო და ანუ ეგეც აღარ იქნება აი ეს ნახე რა იყო მე რა არის თქმა მინდოდა რა რომ სხვათა შორის სუპერ მას რა ქვია ვიდეო გეიმების იდეას აქვს პოტენციალი იმიტომ რომ თავის დროზე 2000-იანებში რო იღებდნენ ვიდეო გეიმის ფილმებს იყო ყლეობა იმიტომ რომ იღებდა ვიღაცა სასტავი რომელსაც პროსტა ყლეობა სცენარი ჩაუგდეს ჯიბეში და აი ეს რა ყლეობა არის 2 წამში გადაიღო და იმასგან მაგრამ ეხლა ვიდეო გეიმებზე გაზრდილი ტიპები გახდნენ რეჟისორები უკვე და ის აინტერესებთ მართლა რასაც იღებენ რა არ გამოვა ეგ არა ვიდეო თამაში არის power fantasy შენ ხარ იქ შენ ხარ ფილმში ეგ ვერ გექნება რომ შენ ხარ ხო არა მაშინ უნდა იყო გადაიღო ფილმი იმაზე რა ქვია ვიდეო თამაშზე რომელიც არის ინტერაქტიული უკვე ისა რა ქვია story based მაგალითად Death Stranding ხო ჰიდეო კოჯიმა და მაგას ვერ გააკეთებ იმიტომ რომ Death Stranding-ის მუღამი არის რომ 12 საათი დადიხარ ფილმი 12 საათი ვერ 24-დან 48 საათამდე არის კატსცენები ხო ანუ ვერ იქნება არა ეგ ხო ანუ გადაიღო Metal Gear-ზე რომელიც არის უკვე ფილმების პაროდია არის ვიდეო თამაშების ფორმატში და იქნება რაღაცა art imitating reality imitating და რაღაცა და იქნება უკვე self-project და ან ძალიან ნიჭიერი ვიღაც ტიპი იქნება და უნდა აიღოს ისეთი ფრენჩაიზი რომელიც არის open ended მაგალითად Mountain Blade არფე ახლა ის მეფე ჰარლაუსზე გადაიღო ეს Need for Speed და რაღაც ბლად კიდე რა არის ეგეთი არ ვიცი ბევრი ძალიან FIFA Need for Speed-ზე გადაიღეს თერთოდ კი და არავის არ უყურებდა კი და მაგაზე რა იყო ეგ გადაიღეს ისე რომ აი Fast and Furious-ი არის პოპულარული კიდე რა არის მანქანებზე რა არის კიდე
რაო ეს ვიდეო თამაშები, რაო სიჩქარე მინდაო. მიდიეთ გამომირტყის სცენარი. მიუხედავად იმისა, მე რითი დავიწყე ვაფშე ბაზარი, რომ ამ ფილმს ესე ვაკუუმში ვერ განვიხილავ, იმიტომ რომ ბევრი კონტექსტი არის, აი ეგ მომენტია რა, რომ აი ცალკე ფილმი ერთხელ სანახავათაც რომს გაგისწორდეს, ეგეთ ფილმებს რო გევასებოდეს და პირობითად რაღაცა აი ჯეიმს განის ფანიც რო იყო, მე კიდევ ვიძახი ჯეიმს განის რაღაცები, მე ვასება და ვაფშე არ მაქვს ხა ისეთი ანტიპათია, მე მაგალითად ხა ზაკ სნაიდერზე უფრო მაქვს ანტიპათია, მაგრამ სხვა რაღაც ვიძახი. ეს ფილმი რომს გაგისწორდეს რა, ბიჭო, აი არის რაღაცა გიგანტური ტრენდის ნაწილი რა, რომელიც არის კიბო რა. და როგორი კაიც არ უნდა იყოს, აი კიბოში ხო შეიძლება ერთი უჯრედი იყოს, რომელიც არ არის ისეთი მავნებელი, მაგრამ კიბოა რა, მაინც. ხო და ჩემთვის არის კიბო მაინც. არა, მოკვდა მე კიბო. საკუთარი თავი შეიწოვა ამ კიბომ, საკუთარი ორგანიზმიდან გამოწვევა, რა მოკვდება და. ხო და შემდეგი არის ვიდეო თამაშები მეთქი, რომელსაც ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ კარგად ვერ გადაიღებენ მე გვინდა, მე. ხო და იმედია მოვა დრო და მოვა ძალიან მალე. როცა ანუ აი ფრენჩაიზები და ცნობილი IP რაღაცების მაგივრად გაიჩიტება ვიღაცა აუტისტი ტიპი, რომელიც დაწერს ორიგინალ სცენარს და გადაიღებს თავის რაღაცებს და ეს გახდება მეინსტრიმი და ამას ხალხი უფრო ნახავს ვიდრე სუპერმენის 50,000 სერიას. არ მოხდება. ეგ არ მოხდება, მაგრამ მე მინდა არ მოხდება. ეგრე როგორც მოხდეს ვიღაცამ თავისი პულით რო გააკეთოს კარგი მაგარი თესლი ფილმი და იმან მე გაიჯვას და რაღაცა. საბოლოო ჯამში სტუდიები მაინც იტყვიან რომ ეხლა გავარდა და რამე ესეთი რამე. რა გვაქვს აქ? სონიკი 7 გვაქვს? რატო არა გვაქვს იმუშავეთ? რა სონიკი 7? წმინდა ელექტროენერგია 3, უფრო წმინდა უფრო ელექტროენერგია. ხო, რა ვიცი, რა გვაქვს? ნიკოლო ბარტის აღზევება? ეს მარიო რა არის? ეს კაია? და ჩვენ აღარ ვიცეკვეთ? კიდე რა ვიცი მე რა. არა, და ჩვენ ვიცეკვეთ უნდა იყოს ფრენჩაიზი და ჩვენ ვიცურავეთ. ეს ცისფერი თები ანუ ტიანშანი. მაგის რიმეიკი გადავიღოთ ცისფერი თმები. უფრო ცისფერი, უფრო ტიანშანი გვაქვს ეგეთი რამე. ცისფერი თმები და NGO სექტორში ხდებოდეს. შერეკილები 2 გვაქვს. უფრო შერეკილები. შერეკილები 3D-ში. მონანიება გვაქვს? მონანიება კიდე ერთხელ ჩავიდინე გვაქვს? ახსარება მონანიება სტორი. მონანიება ეშმაკმა გაგვაკეთებინა. კიდე რა ვიცი მე. ნატურის ხეები გადავიღოთ რა. ნატურის ძე იყოს, რომელიც არის რაღაც, არ ვიცი, ვილანი. ნატურის ხე versus ნატურის ძე. აი, მოიცა მე ეგეთი იდეა მაქვს, რომ აი ჩემი ცოლის დაქალები ხო არის და მაგის პრიკველი გავაკეთე ჩემი ცოლის დაქალი რო დავარქვათ ეგეთი. ჩემი ქმრის ძმაკაცები და gender swap-ი. აი, გარე ქალაქში როდის გადავიღოთ? დიდი ლურჯი ველი და იყოს დიდი მწვანე ველის რიმეიკი ოღონდ მაშინ კოსმოსში და უცხო პლანეტელებით. კაუნტერი რა არის? მთოლელი. დავაი გადავიღოთ და ტიპი არის რა შვება რა სითulis და თან ურტყამს ვიღაცე. მთოლელი საყოველთაო და შეურაცხყოფილი. ქართულად იქნება ეს global offensive counter strike. კონტრთავდასხმა საყოველთაო შეურაცხყოფელი. კი ბატონო, სხვათა შორის რაღაცა ყლეობა ეს იყო. რაღაც ქართული სიტკომი ტაიპშით იყო. აი, როდესაც ისა შუაქალაქი რო დამთავრდა, ხალხს კიდე რო არა, აი ჩვენ სტუდიებს რო ეგონათ რომ აი ხალხს ეგუნდა რა, ეგუნდა და რუსთავიოს რო ფული ქონდა. მაგ დროს იყო რუსთავიოს გადიოდა რაღაცა ეგეთი, ყოფილი შუაქალაქის სახეობებით და რაღაცებით და ერთი ვიღაცა ეს იყო რა, ეგეთი storyline ქონდა, რომ ბავშვს ქონდა რაღაცა მიწერილი, ბავშვ პერსონაჟს ქონდა წერილი, რომ ესა რა ქვია საპასუხო თავდასხმის შეკრება 2015 წელს 7 იანვარს გაიმართება აქ და ბაბუა ნახავს ამ. და ეგონა რომ რა. აუ შვილო ტერორისტია, ვაიმე ჩემი ალო პატროლია და კაუნტერ-სტრაიკი და გაგიცინე? არ მახსოვს რა ერქვა აქ სერიალს, მაგრამ რუსთავიოზე გადადა. დედისყლე ლაპლანდიელი ერქვა აქ სერიალს. ხო, დედისყლე ლაპლანდიელი 2 გვაქვს. დედის მუტელი, არა, მამის მუტელი, ისა რა ქვია, ნორვეგიელი. კიდე რა ქართული ფილმი რა არის ეგეთი? ეგეთი? ვედრება 2 თხოვნა. როცა დაჭკნა ნუში როდის გადავიღო. მე ბაბუა ნანული და ვოლანდი.
იცი რა იქნება კაი ქართული ფილმი? აბა. იქნება სამართალი, იქნება მშვიდობა. არა ეგ ორიგინალ IP-ა ხე კარგი. არ ვიდა, მაგი არ გაყიდის. აქციების cinematic universe. გენგბუსტერებს არის ამს box office-ში მაგი. Короче, არ ნახოთ ეს ფილმი კინოში. აბსოლუტური, არა, ნულოვანი კინემატოგრაფია. ნულოვანი კინემატოგრაფია. წადით სახლში.